ამბობენ, რომ ყველაზე დიდი მოგზაურობა ერთი პატარა ნაბიჯით იწყება. მაგრამ ხანდახან ეს ერთი ნაბიჯი ყველაზე რთული გადასადგმელია. დღეს ჩვენ სწორედ ეს ნაბიჯი გადავდგით. თქვენი დახმარებით ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც ამ ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. გზა რთულია და მოითხოვს მოთმინებას. უამრავი გამოკვლევა, ანალიზი და ლოდინი. ყოველი კაბინეტის კარი ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს მთავარ მიზანთან. ყველაფერი წინ არის. ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ამ გზას ბოლომდე ერთად გავივლით. ახლა კი ნახეთ თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში. მამუკა არის ზემოთ ასული, გარებს გამოკვლევებს, სისხლის ანალიზი აიღო, ეხოსკოპიები გადაიღო გულზე, ფარისებთა ჯიყლის 1000 გამოკვლევა, ძალიან ბევრი გამოკვლევა ჩაიტარა. ძალიან ხიარულადაა, პოზიტიურადაა, კარგ განწყობაზეა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს საქმე წამოვიწყეთ, შევძელით. ოპერაციის დღესაც გადავიღებთ, რო დაწვება კლინიკაში წინა საოპერაციოდ მაგასაც გადავიღებთ. და შემდეგ უკვე რამოდენიმე თვე რო გავა ოპერაციის შემდეგ აუცილებლად მამუკას შევხვდებით ჩვენ სახლზე, დავისაუბრებთ, ნახავთ რა შედეგზე იქნება, როგორი განწყობით იქნება და თუ როგორ შეიცვლება მისი, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული რუტინა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეხა ავიდეთ მამუკასთან, ნახოთ რა ანალიზებზეა შესული. წავედით ზევით. 100 კილომეტრად თქვენი? 28 წელი. 28 წელი. რამდენი ხანია რაც წონაში იმატებთ? ბავშვობიდან სუქანი ვარ ზოგადად, პატარობიდანვე სუქანი ვარ და ნელ-ნელა ვიმატებთ. მშობლები? დედა, მამა? არავინ არ მყავს ჩემს საგვარეულოში სუქანი. ვაფშე. ახლა შეიძლება თქვენ ხელა არ იყოს, მაგრამ მაინც ჭარბი წონისკენ მიდრეკილება მშობლებს, ბებია, ბაბუა? არა, გირაქვს სუქანი, გირაქვს მამა გარდაცვლილი მყავს, დედა არა ამ სუქანი. დედა ბაბუებიც არა. დედამიშვილი არ მყავს ერთი ვარ და ანუ გენეტიკური დატვირთვა ჭარბწონიანობის არა გაქვთ. ხო, არა. უშუალოდ დედა ჩემსვიდან არის ყოლა. ყვებას უნდა დავაბრალოთ, ანუ ძირითადად წონის მატება. წონა და სიმაღლე იცით? სიმაღლე 1.75 ვარ დაახლოებით და წონა 216 ვიყავი. სადაც ალბათ ერთი თვის უკან რა როები. აი მაგას ცალკე ჩვენ გავაკონტროლეთ. აქ ვაქვს ჩვენს მაგალითად ვიზუალურად რო იყოს გასაგები რას ვაპირებთ, ესაა კუჭი რაც აქვს ადამიანს და ოპერაციის შემდეგ დაახლოებით კუჭის 80% იკვეთება. კუჭი ხდება ზუსტად ასეთი ფორმის მილისებრი ფორმის და გახდომის მექანიზმი არის ის, რომ თქვენ დროთა განმავლობაში შეჭამთ მცირე რაოდენობით საკვებს, წელიწად ნახევარი 2 წლის მანძილზე დაახლოებით თქვენი საკვები მისაღები რაციონი იქნება მცირე რაოდენობით, შედარებით დაბალკალორიული. ამას შემდგომ ენდოკრინოლოგი, ასე ვთქვათ, გაუძღვება რა როგორ უნდა მიიღოთ და მექანიზმი გახდომის არის ცოტა სჭამა. მეორე ოპერაცია, ეს არის სლივ გასტრექტომია, ანუ კუჭის დაპატარება. არის ასევე ოპერაცია ბაიპასის ტიპის ოპერაცია, სადაც ასევე ვაპატარავებთ კუჭს და კუჭს ნაწლავი ეკერება ის, რომ დაახლოებით 1.82 მეტრის სიგრძის ნაწლავში საკვები არ გაივლის. საკვები რომ არ გაივლის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეგერგებათ ის თქვენს მიერ ასევე მცირეულობა მიღებული და პაციენტი შესაბამისად წელიწად ნახევარი 2 წლის მანძილზე იკლებს ნელ-ნელა. რომელი ტიპის ოპერაცია გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ამას ანალიზების შემდეგ, ენდოკრინოლოგის კონსულტაციის შემდეგ ყალიბდებით. ეს ორი ტიპი ოპერაციები განიხილება ამ წუთში, ასე ვთქვათ, თქვენთვის. ოპერაციამდე მისასვლელი გვაქვს გზა გასავლელი. ეს გზა დაახლოებით შეიძლება იყოს 3 კვირა, 1 თვე ნახევარი, მას ანალიზებიდანაც გავარკვევთ თუ რაიმე გამოსასწორებელია, უნდა გამოვასწოროთ, თუ არაფერი არა გამოსასწორებელი, მაშინ მოგეცემათ დანიშნულება ასევე კვების რეჟიმი ენდოკრინოლოგის მხრივ და უნდა მივყვეთ იმას. რაც მეტ დაიკლებთ ოპერაციამდე, მით უკეთესი საერთო საქმისთვის. როგორც ქირურგიული თვალსაზრისით, ასევე ანესთეზიოლოგიური თვალსაზრისით და პოსტოპერაციული პერიოდით კარგად რომ წავიდეთ ასე თქვა წარმატებით, ჭირდება პირველი აცა ოპერაციამდე კლება. კვების რეჟიმის დაცვა. შიშს რაც შეეხება, ყველას ეშინია დაძინება გაღვიძების.
დაძინება გაგვიზრდება ყველაზე ნაკლებ პრობლემაა ამ თვალსაზრისით ახალგაზრდა ასაკში, როცა თან რაიმე ორგანული პათოლოგია, გული ფილტვები, რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი პათოლოგია არ არის. ადამიანს, რომელსაც ოპერაცია არ ეშინია, იქ ფსიქიურად ცოტა რაღაცა ვერა ეტყობა. ზოგს არ ეშინია, ზოგს ნაკლებად ეშინია, ქვეცნობიერთ ყველას ეშინია. შეიძლება არ ეტყობოდეს, არ მეშინია თქვას, მაგრამ ქვეცნობიერად ადამიანს ყოველთვის აქვს შიშის ზნობა რაღაცის. ასევე შეგვიძლია თქვა ონლაინ კონსულტაცია, თუნდაც ფსიქოლოგის გავიაროთ, რომ რაღაც არის სპეციალური საუბარი, რომელიც ასე თქვა ამ ემას გადაგალახიებს ონლაინ უკავშირდებით და 1-2 ან რამდენი იქნება მასაჯიო სეანსი ამის გაკეთება. იცვლება პირველ რიგში ასე შესაძლებლად ვიზუალ. წონა იკლებს ვიზუალურად. პაციენტი იცვლება, გინდა მამაკაცი იყოს, გინდა ქალი იყოს, ეგერთი, ანუ ვიზუალური მხარე. ამის შემდეგ ის ჰორმონალური დარღვევები, რაც არის, რასაც იწვევს ჭარბი წონა, პრაქტიკულად სრულად ნორმალიზდება და მწყობში დგება. ჭარბწონიანობას რაც ახასიათებს გულის ხრივ ჩივილები, სასუნთქი გზების ხრივ ჩივილები, აბსოლუტურად ყველაფერი ნორმის ფარგლებში დგება, ძილი წესრიგდება და ის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც პათოლოგიური არის ჭარბი წონის დროს, აბსოლუტურად სწორდება ამ ოპერაციის შემდგომ და თითქმის ყველა პაციენტი ამბობს, რომ მეორედ დაიბადა ამ ოპერაციის მიღებული შედეგით. რა კვლევები არის და ანალიზები საჭირო ოპერაციამდე? ესე იგი, ოპერაციამდე არის სტანდარტულად ჩამოწერილი კვლევები. ამაში შეედის კარდიოლოგის კონსულტაცია, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, თერაპევტის კონსულტაცია, ფსიქოლოგის კონსულტაცია, ინსტრუმენტულ კვლევებსაც შეეხება გასტროსკოპია, სპირომეტრია, მუცლის, ქვედაკიდურების, ფარისების, გულის ეხოსკოპია, კუჭის გამოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზები. ლაბორატორიული ანალიზებიც არის სტანდარტული, თუ რაღაც ცვლილება არის რომელიმე ანალიზში, ენდოკრინოლოგის მიერ ხდება თქვა რაღაც გარკვეული დამატებით ანალიზის გაკეთება, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შედარებით მეტი ანალიზი გვჭირდება, ვიდრე არადიაბეტიან პაციენტებში. ეს უკვე შენო სტანდარტული კვლევების მიერ წდება დამატებით პაციენტს ჭირდება თუ არა ანალიზი. რა რისკები აქვს ოპერაციას? პირველი რისკი ქირურგიული თვალსაზრისით შესაძლებელი არის ნაკერების ასე ვთქვათ უკმარისობა. ეს რომ არ მოხდეს ნულამდე ამის დაყვანის პრაქტიკა ჯერჯერობით არსად არ გამოგონილა, უბრალოდ პროცენტულ მაჩვენებელი მცირდება მაღალხარისხიანი სახარჯი მასალის გამოყენებით. როგორც ხდება ოპერაციის შემდეგ პირველ კვირებში? ესე იგი, პირველ კვირას, ანუ პირველ 10 დღეობით გვაქვს დაახლოებით დაყოფილი. პირველი 10 დღე. პირველი 10 დღე არის სითხეები, ანუ წყალი და პროტეინი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ორგანიზმისთვის ცილა. იყიდება სხვადასხვა ფირმის, სხვადასხვა კომპონენტების, სხვადასხვა შემცველობის ვიტამინები და ცილა არის როგორც თხევადი, ასევე არის ფხვნილი, რომელსაც წყალში ხსნის. არა, ეს სოქიმი რასაც გვეტყვის იმას დავლებთ. და იღებს ამას პირველი 10 დღე პაციენტი. 10 დღის შემდეგ თქვა გადავდივართ უფრო შედარებით მყარ საკვებზე, ასე თქვა, იოგურტი, კეფირი, ბულიონი. 14 დღის შემდეგ დაბლენდერებული საკვები, ხორცი იქნება, კარტოფილი იქნება, ხილფაფა იქნება თუ ანუ შედარებით თხიერი საკვები. პრაქტიკულად 20-25 დღიდან ნებისმიერი კარგად დაღეჭილი საკვების მიღება შეუძლია პაციენტს. უბრალოდ რეკომენდაცია არის ის, რომ არ იყოს წიწაკიანი, ზედმეტად მარილიანი, ნიორი და ასეთი ძაფრი გემოს საკვები, რომ კუჭი არ გაღიზიანდეს და არ გამოვიწვიოთ გულძმარვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 2 თვის შემდეგ პრაქტიკულად ყველაფრის მიღება შეუძლია პაციენტს, უბრალოდ რაოდენობა იქნება მკვეთრად შეზღუდული და რაც თავარია ამ ოპერაციის შემდეგ ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება საჭმის მოთხოვნილი. ანუ მადაქვეითება. რა დრო ჭირდება რეაბილიტაციას? ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტოპერაციულ პერიოდში არის კუჭის შეხორცების პერიოდი, რომელიც დაახლოებით 1 კვირიდან მაქსიმუმ 12-14 დღემდე მიმდინარეობს. აი ეს პერიოდი რო გაივლის, შემდეგ ასე თქვა გართულებების, ქირურგიული გართულებების პრაქტიკულად აღარ გვეშინია. რაც შეიძლება სრულად დატვირთვას, თუ როდის შეუძლია პაციენტს ვარჯიში, მუშაობა, აქტიურად სიმძიმეების აწევა, დაახლოებით თვე-ნახევარი 2 თვიდან უკვე ნებისმიერი სამუშაო შესრულება შეუძლია ადამიანს.
მე რომ გავმახსენდეს, ეხა ზუსტად 2 თვეზე მომეცი უფლება კი, ასე. კი. და ჩაოლებოდ ვაჯიშობ იმის მერე. ძალიან შენ ახლა რა იცი, კუნთური მასა გაქვს, გამიგე? მე ყველა მეუბნება შენ ოპერაცია არ განაკეთებ. ხო, რანაირი რა შეხედე? კარგია, მე ზოგი ვინც ხდება, ცხიმი ხო გადის და კუნთიც გადის. შენ რომ უმასო ვარჯიშობ, შენ ეგ ცხიმი კი არა გაქვს. შენ გაქვს კუნთი. რას ვეთყოდით ჩვენ ვიდეოს გმირს? ზეგი ჩვენ ვიდეოს გმირს მე უსურვებ ამ წინა საოპერაციო პროცესის კარგად გავლას და შემდეგ მეთვალყურებით ოპერაციაც კარგად ჩაილის და პოსტოპერაციულად გვექნება არაჩვეულებრივი შედეგი და მე ერთი პაციენტის 25 წლის ბიჭის ფოტოს განახებ ზუსტად შენი პარამეტრების იყო და რა მივიღეთ წელიწად ნახევარი 2 წლის თავს. იგი რაც შეეხება დაფინანსებას, რაღაც გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო დაფინანსების საკითხი, რომელიც 2026 წელს კვლავ განახლდა. ანუ განხილვები, ფორმაასების სახელმწიფომ დაუშვა. მაგრამ უკვე გვაქვს, ასე ვთქვათ, ბრძანების სახით რა კატეგორიის პაციენტები ფინანსდებიან. ფინანსდება თუ პაციენტი არის სხეულის მასის ინდექსი 50 და ზემოთ. ჩვენ გამოვიანგარიშებთ ახლა თქვენს მასის ინდექსს და 50-ზე, ну სამწუხაროდ 50-ზე გაცილებით მეტი ხართ. კონკრეტულად კი გეტყვით ამას. ანუ დღევანდელ დღეს ფინანსდებიან პაციენტები, რომელთა ასაკი არის 25-დან 70-მდე და მასის ინდექსი 50 და ზემოთ. და ასევე ფინანსდებიან პაციენტები 18 წლიდან 70 წლამდე, რომელთა მასის ინდექსი არის 45 და ზემოთ, მაგრამ აქვთ შაქრიანი დიაბეტი ან სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები. თქვენ ასე ვთქვათ, სამინისტროს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებთ, რადგან წონა გაქვთ დიდი და ხართ 25 წლის ზემოთ. 28-მით ხართ. კი, 28. ჯერა ჩამოწ სამინისტრო აკმაყოფილებს. აი ზურგით მოეყრდე. არა, რაც 200-ით ამიცეს. აი სიმაღლეს მაინც გავიქეთ. 200-ზე ზევით. ინდექსი ვარ. ინდექსი არის სამკაც ეყო. ამ კადრებში არაფერია შელამაზები. ჩვენ ვხედავთ რეალობას ისეც, როგორიც არის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ადვილი არ არის გვერდიდან უყურო როგორ გადის ეს ადამიანი ამდენ პროცედურას, რომელსაც უბრალოდ სურს დაებრუნოს საკუთარი ცხოვრება და ჯანმრთელობა. მაგრამ დააგვიდით მის გამოხედვას. მის სახეზე უდიდესი შინაგანი სიჩუმე და სიმშვიდე იკითხება. ყოველი ნებსისჩქვრეტა, ყოველი შეხება და ანალიზი ახლოვებს მას საბოლოო მიზანთან. ის უძლებს ამ დამღლელ საათებს. ის ამ გზას მარტო არ გადის. ის გრძნობს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას და ზუსტად ეს ნდობა აძლევს ძალას, რომ ყველა შიში დაძლიოს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს თავის სრულიად ახალ, ჯანსაღ და ბედნიერ მომავალს. პაციენტი ემზადება ბარიატრიული ოპერაციისათვის. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს ყველას პრაქტიკულად უტარდება ძალიან ბევრი გამოკვლევა, მათ შორის ულტრაბგერითი კვლევები. მე პირადად ჩავტარე ამ პაციენტს მუცლისღროს ულტრაბგერითი კვლევა, ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, ასევე ქვედაკიდურების ვენების შევამოწმეთ იმისათვის, რათა გამოირიცხოს თრომბოზის არსებობა ქვედაკიდურების ვენებში, რაც შესაძლოა შემდგომ იყოს გართულების მიზეზი პოსტოპერაციულ პერიოდში. ასევე ჩავტარეთ მუცლისღროს კვლევა და გამოვიკვლიეთ შინაგანი ორგანოები, მათ შორის ნაღლის ბუშტი, რომელიც ზოგჯერ არის ხოლმე მიზეზი ნაღლკენჭოვანი დაავადების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობის დამძიმებისა. ამ კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში აღნიშნული პრობლემები გამოირიცხა. მისი პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ შემოფარგლულია ჭარბი წონით და ჭარბი წონით არის განპირობებული. შესაბამისად, მას რაიმე უფუჩვენება ამ ოპერაციის ჩასატარებლად არ გამოუვლინდა. პაციენტს მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო, ასევე ძალიან მომწონს პატოსარხზე ეს წარმოწყება ბარიატრიული პაციენტების კონტროლის და მონიტორინგის შესახებ, გაგაცნობთ მომდევნო სიახლეებს. ჩვენ ვატარებთ ახლა სპირომეტრიას, ეს არის გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, როგორ ფუნქციონირებს სპირტი, ფუნქციურად როგორი არის მისი მდგომარეობა. ორი ტიპის სუნთქვა არის შესასრულებელი, მუნშტუკს მოითავსებთ პირში, დაახლოებით მესამეც. ჭიდროთ თუჩები რომ ჰაერი არ გამოიპაროს პირის სრულთან, ცხვირზე გიკეთებთ კლიპს. გავიწევთ ესე. მაურად სწრაფი ღრმა ამოსუნთქვა. მეორე არის ასეთი. ნელ-ნელა ბოლომდე ღრმად შეისუნთქავ, გამივსე ფუტებს არის.
ასევე ნელ-ნელა ბოლომდე ღრმა დამოისუნთქავ დაცლი. გავსე. გამოუშვი ბოლომდე, დაცალი, ბევრი ხაერი გაქვთ, კიდე. კარგი, გამოიღებ. და მაყურებელს გვაინტერესებს კონკრეტულად რა ქვია ამ გამოკვლევას და რა პროცედურა არის, რთული არის, არ არის რთული და ასე შემდეგ. წინა საოპერაციო კვლევებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა არის გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა სპირომეტრია. სპირომეტრია გვიჩვენებს ფუნქციურად რა მდგომარეობაში არის ფილტვი, როგორი მაჩვენებლები არის. არსებობენ პაციენტები, რომელთაც ამ კვლევის შედეგად აღენიშნებათ გარკვეული სახის დარღვევები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რეკომენდირებული არის პაციენტს დაენიშნოს მკურნალობა წინა საოპერაციო პერიოდში მოხდეს ამ პაციენტის ფილტვის მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდგომ განმეორებით ისევ ხდება გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა სპირომეტრია და მაჩვენებლების გაუმჯობესების შემთხვევაში უკვე პაციენტი მზად არის ოპერაციული მკურნალობისათვის. აღნიშნულ პაციენტთან ჩატარდა გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა, ანუ სპირომეტრია, მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი არის. ამ კვლევის მიხედვით უკუჩვენება ოპერაციული მკურნალობისთვის არ არის. მადლობა. მოვჩით ყველაფერი ჩემო მეგობრებო. ყველა ექიმა სადაც ვიყავით შესულები, რა ვიცი, ყველაფერი ისე გვითხრეს, რომ ძალიან ნორმალური მდგომარეობა ყვა გარდა წონისა რა და რესტორანი რივიერაში ვიმყოფებით აქეთ. გადმოვინაცვლეთ კლინიკის გვერდით არის და როგორც ენდოკრინოლოგმა ბოლოს გითხრა, დღეს გაძლევთ უფლებას და დღეს არის ბოლო დღე იმისა, სადაც შეუძლია ჩვენმა ძმამ და მეგობარმა მიირთვას ბოლომდე ის რაც სურს. დღეს იქეთ წიწიბურა ის პაპა, მოხარშული ყველი და ასე შემდეგ. მოკლედ დიეტაზე უნდა დავждეთ ხვალიდან რა. ერთი თვე მოსამზადებელი წინა საოპერაციო ამბები. მინდა რომ აყურებელმაც გაიცნოთ ჩვენი მეგობარი და მამუკა და ხო არ გეშინია და გაგვიზიარე შენი ფიქრები ზოგადად რას ფიქრობდი ახლა გზაში რომ მოდიოდი დღეს კლინიკამდე და ზოგადად რა გიტრიალებდა თავში რა. მე ვიცი რომ გეშინია ზედაპირულად. მეშინია კი ოპერაციის ზოგადად ძალიან მეშინია ზოგადად საავადმყოფოშიც მისლისაც მეშინია ძალიან და რა ვიცი, მაგრამ დღეს არ ყოფილა ისეთი არაფერი მართლაც რაც. ხო არ იყო რამე საშიში. ყველაფერი ჩვეულებრივად კარგად შეიარა ყველაფერმა. არ ველოდებოდი მეც თუ მარტივი იქნებოდა მართლა რასე რა. ისეთი რთული არაფერი არ ყოფილა. შენთვის რას ნიშნავს ეს ოპერაცია? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ სიცოცხლისთვის რა, იმიტომ რომ ჩემ ჯანმრთელობაზეც მოქმედებს რა, სამსახური ყველაფერში ხელს მიშლის ვაფშე. შენ რაფერს თქვი წერან იქეთ რომ დიეტა და რაღაცები ცადეო რა. და იკელი კიდეც 20 კილო ხო თქვენს. დაკლებული ვიყავი, მაგრამ დავანებეთ უარა თავი ეგრევე და ნუ ერთადერთი გამოსავალი არის ახლა ეგრევე კუჩს გავუკეთოთ. მოჭრანა ერთადერთი გამოსავალი ეგა სხვა. ვინ არის შენთვის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ცხოვრებაში? დედა რა თქმა უნდა. მამა არ მყავს, გადასული მყავს და ჩემ ცხოვრებაში დედა ჩემი მიდგანა პირველ რიგში რა, ჩემ გვერდზე და შემდეგ ჩემი სამეგობრო და სათმაგაცოწე და სანათლისაო და დედამ რა რო გაიგო მამის შესახებ. ძალიან გახარებულია დღესაც თავი 4 წელი დამირეკა და იგ რა ველოდება რომ ჩავიდე და ნახოს რა რომ ანალიზები ჩავაბარე და ყველაფერს ველოდება რა. რა რა გითხრა პირველად? ბედნიერია რა, მალადეცო, კაიაო, თუ გადაწყვეტეო დიდი ხანი იქოდა რა ქვია. იყო შენთან ლაპარაკი მაგაზე რომ რაღაცა მე ვიფიქროთო და შენ გეშინოდა და რაღაცა. ხო, ლაპარაკი იყო მე ფინანსებიდანაც გამომდინარე. არ ქონდა რა, ეგრე იმდენი შესაძლებლობა რომ ჩემი ხარჯით ეგამეკეთებია და მადლობას გიხდი შენ რომ არა საჭირო და ვინც ჩარიცხა თითოეული თეთრიც ყველას ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის რა. რა იქნება პირველი, რასაც გააკეთებ, როცა თავს იგრძნო კარგად? ან ყველაფერი რომ დამთავრდება ეს თემები და გამოხვა მომარეობიდან და პირველი რას იქნება? რავი, ალბათ ყველაზე ერთი ის რაცაა ყველაზე კაი რომ სიტუაცია ჩემ ზომა ტასაცმელს რო ვიყიდი არა. მეც მაგი მქონდა. მეც მაგი მქონდა მაღაზიაში შევიდე მეთქი და ვიყიდო ჩემი ზომა ტასაცმელი. ანუ
ტანსაცმელ მაღაზიაში ვიყიდე. და არა რაც მეტევარ რა. ხო. ვის ვიჩამეტიოს და შევიცვათ ემ. ხო, ეგ ზუსტად ეგ გქონდა მე რა. ეგ არის ყველაზე მაგარი რა. ოპერაციის მერე დაგეგმებინა. პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიკლოს სწორად, ვარჯიშიც მინდა და რავი რა, თოლებრივად ას დღეს ვარ იმასთან შედარებით 2 იმდე და დამიმდეს ვიზამ, რასაც აქამდე ვერ ვაკეთებდი წონის გამო რა. რამეს ხო არ ეთყოდი მაყურებელს კიდე დაამატება შენი? მაყურებელს იმას ვეთყოდი, რომ თუ მე შევძელი, აი ძალიან მეშინოდა ყველაფრის და აქამდე მოსვლა ძალიან მაგრად მეშინოდა და მართლა არაფერი არ ყოფილა. შენ რო გაგაწვენენ აქ მაშინაც მოვალ, მაშინაც ვახვითნებით ოპერაციის მერეც ახვითნებით, რომ გამოყვანის დროსაც ახვითნებით, წავიყვან სახლში და მოკლედ მერეც ვილაპარაკებთ ჩვენ და გავაგებინებთ ყველაფერს რა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ესე დამთავრდა დღევანდელი ჩვენი ქუთაისის სტუმრობა ანალიზების მხრივ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა და გვიხარია რა. თავარია შემართება, თავარია მონდომება, არაფერი არ არის შეუძლებელი ადამიანისთვის რა. ნუ კარგი იქნებოდა, რომ უფრო ვარჯიშით, დიეტით, სწორი კვებებით და რაღაცეებით გვებრძოლა და გვეწვალა 1 წელი, 2 წელი და 3 წელი და ისე მიგვეღწია რაღაც შედეგებს, მაგრამ არის მარტივი გამოსავალი, რომელსაც სჭირდება საშუალება, მონდომებაც და დროც ამ ყველაფერს და ნებისყოფა კიდე რა და ეს არ არის ის, რომ მე ოპერაცია გავიკეთო და მერე всё მორჩა დავიკლებ და ვიქნები ეგრე არ არის მეგობრებო თუ თავს არ მიხედე ოპერაციის შემდგომ მარტივად ჩვეულებრივად შეიძლება დაუბრუნდე იგივე პოზიციას რა პოზიციაზეც იყავი ოპერაციამდე ასე რომ ოპერაციის შემდეგ ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო თავის კონტროლის ნებისყოფის და ასე შემდეგ ძალიან დიდი მადლობა ყველას მინდა რომ უღრმესი მადლობა მოგიხადოთ ყველა იმ ადამიანებს ვინც მამუკას გვერდით დაუდექით დღეს გადავდგით პირველი ნაბიჯები და გავაგზელებთ ძალიან ბევრ ვიდეოებს შემოგთავაზებთ მამუკასთან ერთად, იმიტომ რომ წინ ბევრი საქმეები არის კიდე რა. ეხლა კი მამუკა ელოდება ხაჭაპურს, მოვა ხაჭაპური, შევჭამ, წავიხებსებთ, იმიტომ რომ დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათი არის ეხლა კლინიკაში ვიმყოფებით რა. მოგეხსენებათ რომ ბევრი პაციენტები იყო, ბევრი რიგები იყო და ასე შემდეგ რა. გაგემშვიდობებით, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მამუკა პირველი არის და ჩვენ არ გავჩერდებით, შემდეგ ადამიანს აუცილებლად ვიპოვით, გამოგვეხმაურებიან და აუცილებლად დაუდგებით ისეთ ადამიანებს გვერდით, ვისაც ესაჭიროება მსგავსი ტიპის გვერდით დგომა და არ აქვს იმის საშუალება, რომ ექიმთან მივიდეს, ანალიზები ჩაიტაროს და ჩვენ მზადა ვართ, მე პირადად მზად ვარ და ყველა ის ადამიანი მე ვინც გვერდით მიდგას აი აქ ჩემთან ირგვლივ, მზად ვართ იმისათვის, რომ უშუამდგომლოდ კლინიკასთან, ექიმთან, ანალიზებზე, გამოკვლევებზე, ჯანდაცვის სამინისტროში დაფინანსებას, რაც შეეხება საბუთების შეტანაში, ასე შემდეგ და მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით რა. დიდი მადლობა პატონს. დალაიქეთ ვიდეო, გამოვიწერეთ არხი და მორიდებული კაცია რა.